სულ რამდენიმე წუთის წინ დაიწყო მსვლელობა რესპუბლიკის მოედნიდან და ეს მსვლელობაც მიემართება საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე. თქვენ ხედავთ კადრშიც მოქალაქეებს უჭირავთ ბანერი, რომელიც ეხება 1991 წლის ისტორიულ რეფერენდუმს. მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია დღეს, სწორედ 31 მარტს, სწორედ აი ამ ისტორიული და ძალიან მნიშვნელოვანი დღიდან საქართველოს უახლეს ისტორიაში 34 წლის შემდეგ საქართველოს მოქალაქეები კვლავ შეიკრიბონ და კვლავ თქვენ, რომ საქართველო იქნება დამოუკიდებელი და სუვერენული. თქვენ გესმით შეძახილებას გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს ისმის მოქალაქეთა შეძახილების ხმა. რუსთაველის გამზირზე ვართ. საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ არის შეზღუდული. დედაქალაქის მთავარ გამზირზე შეიძლება ითქვას, რომ რესპუბლიკის მოედანთან მოქალაქეთა შედარებით მცირე რაოდენობა შეიკრიბა. სხვადასხვა დედაქალაქის სხვადასხვა წერტილიდან არის საპროტესტო მსვლელობები დაგეგმილი და უკვე დღევანდელი აქციის მონაწილეები ყველა ერთად მოიყრიან თავს საქართველოს პარლამენტთან და მოქალაქეები ემზადებიან ასევე დღეს საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის მოსასმენად. საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მონტაჟდება სცენა, სადაც იგეგმება წინასწარი ცნობით საქართველოს მეხუთე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა და მოქალაქეები ამბობენ, რომ ისინი მათ აინტერესებს დღეს რას ეტყვით სალომე ზურაბიშვილი, მით უფრო ის არის დაბრუნებული შეხვედრებიდან, საერთაშორისო შეხვედრებიდან და მოქალაქეები ევრონის ჯორჯიასთან ინტერვიუს დროს ამბობდნენ, რომ მნიშვნელოვანია მოусმინონ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტს, როგორია მისი ხედვა და მისი გეგმები პროტესტის შემდგომი ნაბიჯების შესახებ. საქართველოს დროშებით, ევროკავშირის დროშებით არიან მოსული დღესაც მოქალაქეები. თქვენ ასევე აქ ნახავთ უკრაინის დროშასაც. მოქალაქეებს როგორც სხვა დღეებში დღესაც არ ავიწყდებათ სოლიდარობის და მხარდაჭერის გამოცხადება უკრაინის მიმართ, ომში მყოფი ქვეყნის მიმართ, რომლებიც ებრძვიან რუსეთის აგრესიას. მოქალაქეები, აქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ რუსეთის ომი არ არის უცხო საქართველოსთვის და სწორედ საქართველოსაც არაერთხელ გამოსცადა სამხედრო აგრესია საქართველოს ტერიტორიაზე, რუსეთის სამხედრო აგრესია. ამიტომ აქ მყოფი მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ქართულმა ხალხმა არ დაივიწყოს სოლიდარობა ომში მყოფი ქვეყნის მიმართ. ჩვენ შეგვიძლია მოვისმინოთ მოქალაქეთა კომენტარები, რომლებიც ჩვენ აი ამ მსვლელობის დაწყებამდე ჩავწერეთ, შემდგომ კი კვლავ დაგიბრუნდებით რუსთაველის გამზირიდან. დღევანდელი დღე ძალიან მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენა სწორედ დღევანდელი რეფერენდუმით დაიწყო 34 წლის წინ და როგორც მერამ პოსტავამ თქვა, იქნება დრო, როდესაც საქართველო იქნება დამოუკიდებელი, მაგრამ თუ არ დაიცავს შენს ქვეყანას, ისევ დაკარგავო და ზუსტად მაგ რეალობის წინაშე ვდგავართ ახლა ჩვენ, თითოეული მოქალაქე, როდესაც ჩვენი ქვეყანა, ჩვენი მომავალი, სუვერენიტეტი არის დასაცავი და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აბსოლუტურად ყველა მოქალაქე ამას იაზრებდეს, ვიყოთ უფრო სოლიდარულები, ვიყოთ ბევრად უფრო ტოლერანტულები ერთმანეთის მიმართ და არ დავივიწყოთ ყველაზე მნიშვნელოვანი, რომ ჩვენ გვაქვს ჩვენი მომავალი, ჩვენი თავისუფლება დასაცავი. მე აქ ვარ არა მხოლოდ დღეს, არამედ თითქმის ყოველ დღე. დღეს განსაკუთრებით მობილიზებული ვარ, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანი დღეა საქართველოს ისტორიაში და ძალიან მინდა რომ ჩვენ დამოუკიდებლობას და თავისუფლებას გავუფრთხილდეთ. ჩვენს არალეგიტიმურ ხელისუფლებას უბრალოდ ვთხოვ კიდევ ერთხელ, რომ მოусმინოს თავის ხალხს და
არ ვიცი, ჩვენი საქართველოს ისტორიიდან გამომდინარე ჩვენი არჩეული გეზი, რაც არის ევროკავშირში გაწევრიანება. კი გადაუხვიეს უკვე და ალბათ აზრი არ აქვს ჩემს თხოვნას, მაგრამ კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ რაღაცნაირად დაუბრუნდეთ ამ რელსებზე, დანიშნოს ახალი არჩევნები, დაიხიოს უკან და მოусმინოს ხალხის ნებას. ეს არის ჩემი სათქმელი, რის გამოც თითქმის 4 თვეა უკვე ქუჩაში ვარ და კიდევ დიდი ხანი ვიდგები. სადამდეც იქნება საჭირო. გიბრუნდებით კლუბ რუსთაველის გამზერიდან ჩვენი გადამღები ჯგუფი მიხვება მსვლელობას, რომელიც დაიწყო რესპუბლიკის მოედანზე და შეიძლება ითქვას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა წერტილში დაწყებული მსვლელობების მონაწილეების გზავნილები დღეს არის მსგავსი, თითქმის ერთი და იგივე ჩემი კოლეგაც დიტო მაჭარაძეს გვიყვებოდა, რომ და აქაც ისმის მსგავსი გზავნილები, რომ მოქალაქეები მიიჩნევენ, აქ მყოფი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საქართველოში ბოლო 4 თვის განმავლობაში საქართველოს ხელისუფლება მიმართავს რეპრესიებს და ხელისუფლება ცდილობს ჩაახშოს პროტესტი. ჩვენ ვიცით, რომ უკვე მეოთხე თვე მიიწურა უწყვეტი პროტესტის, როგორც თბილისში, ასევე მთელი ქვეყნის მასშტაბით. მოქალაქეები ამბობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პროტესტი გაგრძელდეს და თქვენ გესმით, აი ახლა შეძახილები არა რუსულ რეჟიმს ისმის, აქ მყოფი აქციის მონაწილეების შეძახილები, ისინი მიიჩნევენ, რომ პროტესტი უნდა გაგრძელდეს, ვიდრე საქართველოს ხელისუფლებამ არ გაიგებს ქართველი ხალხის ხმას. დღეს ასევე აი ამ მსვლელობაში მონაწილეობენ იმ მოქალაქეების ოჯახის წევრები, რომლებიც საპროტესტო დემონსტრაციებისას დააკავეს. ნაწილი მათგანი სისხლის სამართლის წესით, რომლებიც კვლავ რჩებიან წინასწარ პატიმრობაში, მათი სასამართლო პროცესები გრძელდება. ისინი მიიჩნევენ, რომ ამ დემონსტრანტების საქმეები არის პოლიტიკურად მოტივირებული. მსვლელობა მიუახლოვდა რუსთაველის თეატრს, რამდენიმე წუთით შეჩერდნენ აქციის მონაწილეები და ერთ-ერთი ორგანიზატორი დღევანდელი მსვლელობის მიმართავს აქ მყოფ მოქალაქეებს რუსთაველის თეატრთან და აქციის ორგანიზატორები და მოქალაქეები ამბობენ, რომ აი ამ პროტესტმა მოიცვა ძალიან ბევრი სფერო, თითქმის არ დარჩა სფერო, რომელიც არ არის ჩართული აი ამ პროტესტში და სწორედ აი ახლა ისმის შეძახილები, რომ თეატრი არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი აი ამ პროტესტში და სწორედ ამიტომ რამდენიმე წუთით გადაწყვეტეს დემონსტრანტებმა, რომ სიმბოლურად რუსთაველის თეატრთან გაჩერებულიყვნენ. რუსთაველის თეატრში, რუსთაველის თეატრის მსახიობებს იქ მყოფ კოლეგებს მოუწოდეს აქ ქუჩიდან მოქალაქეებმა, რომ ისინიც ჩაერთონ აი ამ მსვლელობაში და გააგონონ საკუთარი ხმა ხელისუფლებას და სწორედ აი ეს გზავნილები ისმის აი ახლაც პირდაპირ ეთერში მე გიყვებოდით იმას, რომ აქ მყოფი მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ საპროტესტო ხმას საქართველოს ხელისუფლება ახშობს და სწორედ ამიტომ ისინი მიიჩნევენ, რომ პროტესტის მონაწილეები უნდა იყვნენ შეუპოვარი, მათ უნდა გააგრძელონ ის გზა, რომელიც აირჩიეს 28 ნოემბერს, მაშინ, როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ქართველ ხალხს ამცნო, რომ შეჩერდა ევროკავშირთან მოლაპარაკებები. არა ოლიგარქიას, არა რუსულ რეჟიმს, აი ეს გზავნილები ისმის აი ახლაც ჩვენს ეთერში საპროტესტო მსვლელობიდან. მე კადრს დაგიტოვებთ რუსთაველის გამზირიდან, სულ რამდენიმე მეტრია დარჩენილი უკვე საქართველოს პარლამენტის შენობამდე და გითხარით უკვე, რომ აქ როდესაც უკვე დემონსტრანტები დედაქალაქის
სხვა და სხვა წერტილიდან მოვლენ უკვე იგეგმება საქართველოს პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლა. ჩვენთვის არ არის ცნობილი სალომე ზურაბიშვილის გარდა მიმართავს თუ არა აქ მყოფ მოქალაქეებს კიდევ სხვა სიტყვით გამომსვლელი ან იქნებიან თუ არა საქართველოს მეხუთე პრეზიდენტთან ერთად ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. ერთი დღით ადრე საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა მათთან საკონსულტაციო შეხვედრები გამართა.